ჩვენ ყოველთვის ვბრუნდები და განმაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვიერთდა მეორე სტუმარი, ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი. ქალბატონი მაია, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და ჩაგვერთეთ. ესე იგი, მე მინდა რეგიონში გადმოვინაცვლოთ სამხრეთ კავკასიაში, სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ნუ ბაქო იმთავითო მზად იყო, იმიტომ რომ ეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის უნდა გაფორმდეს, უფრო მეტად ხელსაყრელი აზერბაიჯანისთვის ბუნებრივია, როგორც გამარჯვებული მხარისთვის, მაგრამ სომხეთის პირველმა პირმაც განაცხადა პაშინიანმა, რომ ისინი მზად არიან ხელმოსაწერად და ბაქო ელოდება ერევნისგან საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეეხება ყარაბაღს და რომელიც სათუოს აღარ გახდის უკვე სომხეთის კონსტიტუციით აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრობლემებს. ამ საკითხში არის ჩართული მეტნაკლებად ამის პარალელურად არის ჩართული რა თქმა უნდა თურქეთიც და ცდილობს ჩაერთოს ევროკავშირი, რუსეთი რაღაც ამ პროცესში ალბათ ნაკლებად იღებს მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში არ ჩანს და ამის პარალელურად საკმაოდ იზრდება თურქეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რუსეთის გავლენის შემცირების პროპორციულად და როგორც ჩანს ევროკავშირიც აქტიურად ცდილობს რაღაცა გავლენებს თურქეთზე, თუმცა ერთი მხრივ იქ აგზავნის თავის წარმომადგენლებს სამხრეთ კავკასიაში და რომელიც ერდოღანს ესაუბრება სომხეთზე, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებზე და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ იმ პრევენციულ ღონისძიებას, მე ვფიქრობ რომ ეს პრევენცია, როდესაც სტამბოლის მერს აკავებს თურქეთის ხელისუფლება და უსაფუძვლო და ჰაერზე ბუნებრივი ამას არ გააკეთებდა და ამას აქვს თავისი გარკვეული მიზანი და თუ გავითვალისწინებთ რომ სტამბოლის მერი არის პროდასავლურად მოაზრებული ძალა თურქეთში, რაღაცა ისე ორმაგი თამაშს ვხედავთ ხო, ერთი მხრივ ევროკავშირი ერდოღანს სთავაზობს, ვთქვათ აი შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში თავი იგზნოს მთავარ მოთამაშედ და მეორე მხრივ ვთქვათ თანამშრომლობს მის ოპოზიციასთან ერდოღანის შეცვლის მიზნით. გასაგებია რომ ეს არის ჩემი ვარაუდები, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ცდილობს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში, როგორ ცდილობს გავლენის მოპოვებას, თურქეთს როგორ განიხილავს ამ პროცესში და აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა და როგორ ემუქრება თურქეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა ძალიან ვრცელი კითხვა არის და მიმოხილვა მესმის ეს თქვენი ხედვა არის, ალბათ ძალიან ძნელი იქნება დღეს განსაზღვრო და სწორი პროგნოზირება მოახდინო იმის თუ რა იქნება იქ სადაც გაერევა ხოლმე თურქეთი და სადაც გაერევა ბრიტანეთი. რთული თამაშები მიდის სამხრეთ კავკასიაში, ვერ გავიზიარებ იმას, რომ რუსეთის გავლენები მცირდება, რუსეთის გავლენები კი არ მცირდება, რუსეთის გავლენების შემცირებას ცდილობენ. მაგრამ ვინ ცდილობს? მოდით ვუყუროთ ევროკავშირი, ხომ? ევროკავშირი რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში? ჩვენ იცით რა არის, ალბათ სასურველის დანახვა ჯობია, მე პირადად მიმაჩნია, ჯობია რეალობა დავინახოთ. და რეალობას გავუსწორო თვალი, რეალობას როდესაც აღიარებ, მე უკვე ადვილი არის მუშაობა იმ რეალობასთან შესაგუებლად, თქვა, ძალიან უხეშად თქვა. ანუ ის რომ ჩვენი სამხრეთ კავკასიური ადგილი უნდა იყოს მშვიდი, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, ამის დიდი სურვილი არის ზოგადად. არა მარტო საქართველოში, არამედ თუნდაც ერთი გზა, ერთი სარტყელი. ასე შემდეგ, ხა თურქეთში რამდენად არის ამის სურვილი, მე ვერ გეტყვით. თურქეთი ძალიან რთული სახელმწიფო არის, ის რაც დეკლარირებულია, თუნდაც მისი მერის პროდასავლურობა არ არის ეს მარტივი თურქული პოლიტიკა ყოველთვის ურთულესი არის, არა მარტო ერდოღანის მხრიდან, არამედ ზოგადად ურთულესი არის. თითქოს ის გარკვეულწილად პროდასავლურია, გააკეთებს უცებ განცხადებას ევროკავშირის შესვლაზე. უცებ ვიცით რომ იქ ჩინეთს უზარმაზარი თანხები აქვს ჩადებული და უზარმაზარი გავლენები აქვს ეკონომიკური. რუსეთს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და რუსეთზე ძალიან ძლიერად არის თურქეთი დამოკიდებული, მიუხედავად ამისა, უცებ ყირიმზე განაცხადა პრეტენზია. ეს ძალიან რთული მოთამაშია, აქედან გამომდინარე, მე მაგალითად თუ არ ვარ რა თურქოლოგი, რომელსაც მაჯაზე უდევს ხელი და იქაც ვერ გაიგებ, იმდენად რთული მოთამაშე არის თურქეთი. მე მაგალითად ძალიან თავს შევიკავებდი პროგნოზირებისგან, მაგრამ მიმდინარე პროცესზე რო ვილაპარაკოთ თვითონ, რა თქმა უნდა, პროგნოზი ისეთი რამ არის და თან ბევრი რამ ჩვენ პროცესიც კი, ეს პროცესები ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ
რა იქნება ბრიტანეთის ხელი ჩანს ჩინეთის ხელი თურქეთში ისედაც არის იცით აი როგორ დაბალანსდება და რუსეთის ხელიც არის თურქეთში ამას ვერ უარყოფთ თუნდაც ერთი წყალქვეშა აი ამ მილსადენის დაზიანება ხო სერიოზული პრობლემების წინ შედგება თურქეთი რომელიც უცებ უკრაინას უცხადებს მხარდაჭერას და ამ დროს აზერბაიჯანი რომელიც პრინციპში რუსეთთან ნორმალურად არის და თურქეთი ერთი სახელმწიფო ერთი ერი ორი სახელმწიფო ხო არა ძალიან რთული თამაში მიდის და იცით რა არის თურქეთ ალბათ მოხდება ის რასაც მე პირადად ძალიან სახიფათოდ მივიჩნევ მაგრამ ნუ ესეც რეალობა იქნება რა მივხვდებით რომ 1984-ში ცხოვრება ამ ოროილის 1984-ში ცხოვრება თურმე რეალობაა გუშინ ვინც მტერი იყო დღეს ის მტერი აღარ იქნება და ეს უნდა დავივიწყოთ როგორც იქხდება და ვინც ძლიერია მართალიც ის არის სამწუხაროდ ჩვენ ალბათ მოგვიახლოვდება ეს დრო უკვე არ გამდგარა ძლიერი მართალია კი ვინც ძლიერია ის არის მართალი გინდა იყო მართალი იყავი ძლიერი აი ეს რატომ ვამბობ ამას ეს არის ტრამპის პოლიტიკა პრაქტიკულად ეს არის ტრამპის პოლიტიკა ახალი ტიპის პოლიტიკა რომელიც აი ამ რევოლუციონერ ტრამპს და ტრამპის მოსვლას პრაქტიკულად ყველაფრის გადაწყობას და ჩვენ ხედავთ რომ ის საკმაოდ ჩაქუჩი დამტროს იმ ძველ სტრუქტურებს და ახალი სილიკონის ველის ახალგაზრდობა შედის წინააღმდეგობაში ძველ ფინანსურ წრეებთან რომლებიც უკვე ამის საუკუნეებია მოდიან ხო და ახლა მოითხოვეს თავისი წილი აი ამ მართლობაში ჩვენ აი ამ პროცესს ვხედავთ ეხლა როგორ განვითარდება ჩვენთან მოვლენები თუ წავიდა აი ეს ძალის პოლიტიკა ძლიერი მართალია მაშინ ეხლა უბრალოდ ვიქით და კალდომაი როდის არის იყო ძლიერი მართალი მე რაღაც ვერ ვიხსენე პერიოდს როდესაც სუსტი იყო მართალი ყოველთვის ძლიერი არის იყო მართალი უბრალოდ ეხლა ისე აღარ იფუთება ადრე მეტად იყო შეფუთული თორე ეს პრინციპი მოქმედებდა რა ვიცი რაც მე ვაკვირდები მოვლენებს იცით რა დაბომბვა მოდი ძლიერი მართალია ყველაზე ცუდი რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს არის ის რაც მოხდა ბელგრადი 99 წელი ხო იმის მერე მანამდეც ეს პროცესი გაჩერებული იყო პატარა სახელმწიფოს დიდ სახელმწიფოს ერთნაირი ხმის უფლება აქვს ასე შემდეგ ადამიანის უფლებები და ეს რასაც შეფუთვას ვეძახით მაგრამ რაღაც პერიოდი მუშაობდა ეს მაინც მუშაობდა ჩვენ როდესაც ეს არ იმუშავებს აი თქვენი ეს კითხვა როდის არ იყო მოდით გავიმეოროთ როცა ეს არ იმუშავებს და როცა მართლა ის პოლიტიკა იმუშავებს რაც მე მინდა გრენლანდია მე მინდა პანამა მე მინდა მე ხვალ ხუსიტებს დავარტყავ მე რა რომ დუბაის შეიძლება ტურისტები დააკლდეს და შეიძლება სარეალიზაციო ფასი იქ უძრავი ქონების უცებ დაეცეს ხო ალბათ დაეცემა იმიტომ რომ იმდენმა თვითმფრინავ მაიფრინა იემენის მოვლენებთან დაკავშირებით რომ იქ საიმიროებშიც ბევრი რამ შეიცვლებოდა ეჭვი არ მეპარება ამაში და განწყობები და უსაფრთხოების ის განცდა რომელიც მე პირადად ნახე და გაოგნებული ვიყავ ბევრი რამ იცვლება ამით და როდესაც დადგება ის დრო თუ დადგა მე ვნახავთ რომ თურმე არც ისე უსამართლო ყოფილა ცოტა წინა პერიოდის ბელგრადის დაბომბვამდე სამყარო ვიდრე ჩვენ მიგვაჩნდა ეს ალბათ დადგება მე მაგიტომაც ხო გეუბნებით თურქეთის მოძრაობები ეს ყველაფერი ეს არის უბრალოდ ახალი გადანაწილება ყველა ცდილობს ადგილი აიღოს ძის ქვეშ კი არა მეტი მოიპოვოს ეს ჩვეულებრივი რამ არის ჩვენ უნდა გავსაცროთ ჩვენთვის საინტერესო რა არის ძლიერი ვინ არის ძლიერი უნდა გამოვკვეთოთ რომელია ჩვენი ძლიერი მეზობელი ან მოკავშირე ან რომელი ვისაც ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიაში ვინ არის ყველაზე ძლიერი ევროკავშირი მე ძალიან ეჭვი მეპარება მე ევროკავშირი მილევადად მიმაჩნია იმიტომ რომ ევროკავშირში ისეთი პროცესები მიდის და ისეთი უსამართლო პროცესები მიდის მოდით ვნახოთ ფიცოსთან რა ხდება აი ამ გამოსვლებში ზუსტად ეს ხო აბსოლუტურად მართული არის და ნახეთ სტამბულსაც მიწვდა ეს ხო უკაცრავად ამ მათი სამართლიანობა გვინდა არა აი ეს არის უკვე უსამართლობის კიდევ ერთი სერიოზული დემონსტრირება, რასაც ევროკავშირი აკეთებს ამ შემთხვევაში. ევროკავშირი ხო პრაქტიკულად იქცა, როგორ გითხრათ, ვიტყვი ამ ჩრდილოვანი მმართველობის
საზაფხულო რეზიდენციად, არა, უკვე საგაზაფხულო რეზიდენციად. გადმობარგდა ეს ყველაფერი ევროპაში. აქედან გამომდინარე, ევროპას თავისი უსამართლობა ევროპამ უკვე გამოავლინა, როდესაც ამბობს, რომ ომი მშვიდობაა, არ შეიძლება უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ უკრაინას და თუ ომი არ გაგრძელდება. ეს სიგიჟე ორველისეული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მიუღებელია. იმიტომ რომ აქ ორმაგი სტანდარტები კი არა, აქ არის ყველაფერი უკუღმა. აბსოლუტურად უკუღმა. მეორე, საფრანგეთი, ბრიტანეთი როგორც ნაციონალური სახელმწიფოები ვერ განიხილებიან, როგორც საერთო ინტერესები. და მათი ინტერესი ყოველთვის არის და დამოკიდებულება თურქეთისნაირ, კავკასიის ქვეყნებისნაირ ქვეყნებთან არის ისეთი როგორც სირიასთან და სირიის მოგებთან. უკეთესი დამოკიდებულება ჩვენ ნუ გვექნება ილუზია, რომ ისინი ჩვენ უფრო სხვანაირად განგვიხილავენ. არა, თავისნაირად ჩვენ ისინი არ განგვიხილავენ. შეიძლება ერთეული პერსონალური ურთიერთობები იყოს, მაგრამ ზოგადად მათთვის კავკასიაც აზიისკენ უფრო არის. თუ არა და ხიჭო უნდა ყოფილიყო რუსეთის. ამ შემთხვევაში მე თუ მკითხავ, ჩინეთი და რუსეთი ყველაზე საინტერესო პარტნიორებია საქართველოსთვის და სანამ ჯერ კიდევ ეს ორი დიდი სახელმწიფო გაეროს ფორმატს აღიარებს და საერთაშორისო სამართალს სანამ ესენი პატივს სცემენ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩავეწეროთ აი ამ პოლიტიკაში, ჩავეწეროთ უკვე ოფიციალურად, როგორც მონაწილეები. აი ეს ბევრად უკეთესი იქნება და ჩვენ ალბათ ჩვენთვის ვიდრე ველოდოთ რა მოხდება ირანში, შეიძლება აირიოს, მაგრამ ჩვენი ქოლგა უკვე უნდა ვიპოვოთ. ჩემი აზრით, ის სადაც გაეროს ჩარჩო ხელშეკრულებები და საერთაშორისო სამართალი ჯერ კიდევ აღიარებულია, ეს არის ჩინეთი და რუსეთი. რეალურად თუ შევხედავთ ყოველგვარი ფობიების და ავადმყოფური მდგომარეობების გარეშე, წმინდად რეალურად. ჩვენ ეს ქოლგა ჩვენთვის ძალიან აუცილებელი და იქნება რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ. მე ასე მიმაჩნია. თქვენ არ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ბატონო, თქვენ არ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა არ ვახსენე, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს კუბა, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყენებდა ამერიკის წინააღმდეგ. ეხლა საქართველოს აი ისე ამერიკა არ გამოიყენებს. ამაში რატომ არსებობს ეს ილუზია? მე მართლა ვერ ვიგებ, იცით? სტრატეგიული ინტერესი რატომ უნდა გქონდეს, როცა ჩვენ ტრამპის პრინციპში პოლიტიკა, პრინციპში გავარკვიეთ. მართალია ძალიან ცვალებადი აღმოჩნდა და საუბარი არის კიდეც რომ გონიერებად გამოვიდა აღმოსავლეთშიო და ის რომ სიტყვა და ხვალ შეიცვლება, ეს დასავლეთის ჩვევა არის და სამწუხაროდ ტრამპი აგრძელებს აი ამ პოლიტიკას და რატომ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული სხვა კონტინენტის ხელისუფლებაზე, როდესაც ჩვენი რეალობა არის ჩრდილოეთი და რუსეთი, აქეთ სომხეთი, თურქეთი და ეს ჩვენი რეალობა ხო ეს არის. გლობუსი ავიღოთ დავხედოთ. არა, კალდომაია, მე მესმის რომ ჩვენი რეალობა არის ეს და ჩვენი გეოგრაფია არის ეს და მაკრონმა ეს ძალიან სამართლიანად აღნიშნა და შენიშნა, თუმცა ჩვენთან რატომღაც ეწყინათ რა იყო საწყენი არ ვიცით, ახლა თუ მაკრონისგან რა იყო საწყენი არ ვიცი, მაკრონის ნათქვამში თუ ჩვენ ახლა გავიგეთ მისგან, ცუდია. საქართველოს სხვა გეოგრაფია და კავკასია, დიახ, რა თქმა უნდა კავკასია. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, მაგრამ მას აქვს თავისი ინტერესი იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს და მე ამ თვალსაზრისით თქვი, იმიტომ რომ არის მოსაზრება რომ მიუმხრობლობა და არა ნეიტრალიტეტი არა მაგალითად დემურგიური ხელზე ამბობს ამას და პრინციპში მე ვეთანხმები მოსაზრებას, ანუ ვისმენ ამ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ თუ არის შესაძლებელი რა თქმა უნდა მიუმხრობლობა, როდესაც შენ საფრთხეს არ უქმნი არავის, იმიტომ რომ მაშინ ყოველთვის იქნები ობიექტი იმ ვიღაცისთვის, ვის წინააღმდეგაც ვთქვათ, ვის საწინააღმდეგო ბანაკში შენ ხარ და ის შეეცდება შენთან სიტუაციის არევას. მე ამ თვალსაზრისით ვთქვი ამერიკის შეერთებული შტატები. გეოგრაფიულად შორს არის, მაგრამ ის რომ ახლა ის მოიმტერო არ არის კარგი, იმიტომ რომ მას აქვს ბერკეტები შენზე ზემოქმედების. იცით რა, ბერკეტები აქვს ჩვენზე ზემოქმედების ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა. ეხლა იცით შეიცვლება, საინტერესო შეიცვლება რა. თუ ჩვენ აქამდე ჩვენ და ჩვენი ტიპის ქვეყნებს ძალიან ბევრს ყავდა ლეგალური, აბსოლუტურად ლეგალური, ოფიციალური სადაზვერვო სამსახურები NGO-ების სახით და
და ხედავთ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და პრინციპში აღმოსავლეთ ევროპაში და ალბათ ევროპაშიც ესენი მუშაობდნენ ოფიციალურად დღეს ეს შეიცვლება ამ პოლიტიკიდან გამომდინარე და იმუშავებენ პროფესიონალები ანუ მათი აწეწილი ყველაფერი მათ ძალიან აწეწეს მათაც დიდი როლი შეასრულეს არასწორი ინფორმაციული ნაკადების გაცემაში საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ანუ მათ დახატეს არასწორი ამ მზვერავებმა ბჭყალებში ავიღოთ სხვა სახელმწიფოს მზვერავებმა ძალიან არასწორი ინფორმაციები გაუშვეს იმიტომ რომ მათ ჰქონდათ პირადი ინტერესები საკუთარი წარმოდგენები შეუქმნეს რაც მე მცდარი მეთოდები და მე შედეგს ვერ მიაღწიეს კი ბატონო და საბოლოო ჯამში ნახეთ ტრამპი გადაამბობს რომ ყველა ჩვენ გვატყუებდაო ყველა ჩვენგან გაჩავდა ფულსო და ჩვენო მართლა მეწონს რო ხათ ვიგეცითო რა ფაქტიურად ესე გამოუვიდა ოღონდ რატომ ხარჯავდით ამ ხელა ფულს და რატომ ვაკლებდით ჩვენს ქვეყანასო აი ეს არის მისი დიდი შეკითხვა აი ეს შეიცვლება აქედან გამომდინარე იცით ინტერესები გასაგებია მაგრამ ძალიან მარტივად ვკითხულობ ხოლმე ამერიკა ეხმარებოდა უკრაინას ხომ პირველივე დღიდან და ტრამპმა აღიარა რომ პრაქტიკულად ეს იყო ამერიკის და რუსეთის ომი და ნუ პროქსი ასე ვთქვათ რა ომი ამ ფონზე დაეხმარა ამერიკა უკრაინას მოიგო უკრაინამ არა ევროპამ შეძლო არა მოდით იცით ამერიკა რომ ჩვენი გულისთვის რუსეთს ჩვენ ვამბობთ რომ დაცვა გვინდა რუსეთისგან ჩვენ თურქეთისგან დაცვაზე არ საუბრობთ რატომღაც არასოდეს სულ რუსეთს ვამბობთ იმიტომ რომ ეს ნარატივი რომელიც ჩვენ ჩაგვებეჭდა ჩვენ აღარ გადავხედეთ მას ის რომ 91-ში რუსეთი თვითონ იყო ლიბერალური თვითონ იყო საოცრად არეული ჩვენ ეს ვიცით მაგრამ მე აღარ ვუღრმავდებით და დღესაც ვითხოვ დაცვას რუსეთისგან კი ბატონო თურქეთისგან არ ვიცი დაგვიცავს ჩვენ ამერიკა ანუ დაიწყებს ომს ამერიკა ჩვენი გულისთვის არა რა თქმა უნდა არა ეხა ეს ყოველთვის ცხადი იყო რომ არა სეგმენტი რაღაც სეგმენტი მისი ინტერესები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ ის როგორც ეხლა დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი რომ ამერიკა ჩვენთვის არ არის ეს არის თავის მოტყუება ისევ და ისევ კი გარკვეული ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ ეს იქნება პატარა სეგმენტი და არა იმხელა რამდენიც ჩინეთის და რუსეთის ინტერესებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სხვათა შორის თურქეთის არა აი თურქეთის არა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კონფლიქტში მოვალთ ჩვენ საკუთარ იდენტობასთან და ჩვენ საკუთარ მომავალთან თუნდაც ტერიტორიული პრეტენზიების გამო რომელიც არსებობს და რომელიც შეიძლება ხვალ დადგეს რა ტერიტორიული პრეტენზიები შეიძლება ქონდეს თურქეთს ჩვენ ხო გაფორმებული გვაქვს თურქეთთან ჩარჩო ხელშეკრულება რომლის ფარგლებშიც ვცანით ყარსის ხელშეკრულება არა მასე ყველას შეუძლია ხო მე გარანტორი არის რომლის გარანტორი არის ვინ რუსეთი რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ხო გემრეთ, ჩვენი ტერიტორიების და ჩვენ არ დაკარგვის, შემდგომი არ დაკარგვის. სახელმწიფოს არ წაშლის ძირითადად, ხო გემრეთ, ვის ინტერესებს ემთხვევა, რომ დღეს სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა. ჩინეთის და რუსეთის. სხვის ინტერესს არ ემთხვევა, ეს ხო ვიცით არა? აი ამერიკისთვის უკაცრავად და რუსულ გამოთქმას გამოვიყენებ რა, ფიოლეტოვა, აი ძალიან სულერთია რა. ძალიან სულერთია, ძალიან პატარა საქართველო. საიმისოთ, რომ ამერიკა მის გაითვალისწინოს და პოლიტიკა აწყოს ამაზე. რა თქმა უნდა, რატომ უნდა აწყოს ესეც ბავშვური წარმოდგენაა. ხო და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვაწყოთ ჩვენი პოლიტიკა თქვენაც ბრძარეთ. ეს მიუმხრობლობა, ეს არის ჩინეთის არ შერწყმა. აი ამ ტერმინით ჩინეთის წინადადება არის ძალიან საინტერესო. ზოგადად ამბობს, რომ ჩვენი პარტნიორობა არ ნიშნავს შერწყმასო. აი პარტნიორობა და არ შერწყმა, აი ეს არის საუკეთესო ფორმულა, ახალი ფორმულაა და პრინციპში ჩვენ შეგვიძლია. ოღონდ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარტო საქართველოს ამას ვერ გააკეთებს. და არანაირად არ გამოვა, აქ ჩვენ ყველაზე მეტად ვიღაცის ლოდინს, რას გადაწყვეტენ ბრიტანელები, რასაც ყوارა შემოიტანენ, როდის გაიმეორებენ სამხრეთ კავკასიაში 21 წელს. აი ამას ჩვენ ხო ეს გაკვეთილები გავიარეთ ისტორიით.
ჩვენც აზერბაიჯანი ძალიან კარგად ითანამშრომლა მაშინ წითელმა რუსეთმა და თურქეთმა, ათათურქის თურქეთმა დროს ტერიტორიების განაწილებისას. საქართველოს რა მიიღო? მე აქედან გამოვდივარ და აზერბაიჯანმა რა მიიღო? ბრიტანეთის დახმარების სანაცვლოდ და დაპირების სანაცვლოდ. ამას ვამბობ, როცა პირდებოდა ბრიტანეთი და დასავლეთი ზაგრანიცა нам поможет, ხო იცით? რა მიიღო? აი მიიღო სწორედ ბოლშევიკური რუსეთი, ხო? რუსეთის, რა ვიცი, აი ის რაც მოხდა და ამის მერე აი ეს დაპირებები და ეს ბრიტანეთის დახმარება საფრანგეთის ინტერესები მაშინ ხო ვიცით რაც იყო არა? ანალოგიური იქნება ეხაც. აქედან გამომდინარე ჩვენ არ შერწყმის პოლიტიკას მიუმხრობლობა არ შერწყმის პოლიტიკას მარტო ვერ განვახორციელებთ. ეს უნდა განხორციელდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთობით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და იყო ესეთი ლექსი, თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ესეთი საბჭოთა ლექსი იყო. თბილისი, ბაქო და ერევანი რა კარგი თქმა არა დიდებული. ეს ერთი ვაზის გამიმტევანი ძმურ მარანში დაკიდებულიო და იცით თუ ჩვენ ხა ეს ლამაზი პრინციპში ჩვენ მტრობა არ ქონდა და საკმაოდ კარგი ურთიერთობები ქონდა. დღეს რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ და კომუნიკაციის ენა გავიჩინოთ, ანუ შეძლოთ საუბარი და აი ესეთი შევქნათ ასეთი ტიპის რაღაც გაერთიანება, ალბათ სამხრეთ კავკასიაში ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია, ეს ყველაზე გონივრული იქნება და ეს ყველაზე მისაღები იქნებოდა რეგიონის მთავარი მოთამაშეებისთვის და იმისთვის, ვისთვისაც მიუღებელია, იძულებული გახდებოდა ეს მიეღო. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ეს ნამდვილად არ მოეწონებოდა, მაგრამ იძულებული იქნებოდა მიეღოთ, იმიტომ რომ ძლიერი ორი ქვეყანა, ორი მეზობელი ჩინეთის და რუსეთის ინტერესებში ეს შევა. მათ დასაცავი აქვთ ჩრდილო კავკასია. ეს არ შერწყმის და აი ესეთი რაღაცა ტიპის გაერთიანების მიუმხრობელი ქვეყნების კავშირი იქნებოდა ძალიან კარგი დაცვა ჩრდილო კავკასიისთვის სამხრეთიდან და ძალიან კარგი პრაგმატული ნაბიჯი იგივე სავაჭრო გზებისთვის და ამ სტრატეგიული შუა კორიდორის კონცეფცია ვხედავთ ჩვენ და მისი განხორციელებისთვის. აი ეს ჩემი აზრით ესეთი მე ასე ვხედავ დღევანდელ მდგომარეობას საქართველოსაც მეზობლებთან მიმართებაში. ეს ხოთი შეიძლება იმიტომაც აღვნიშნე დავიწყე შესავალი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებით, იმიტომ რომ თუ ეს მართლაც მოხერხდა, ეს ქმნის იმ ნიადაგს, რომ საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი თანამშრომლობის ქვეყნები გახდნენ და სამხრეთ კავკასია იქცეს ყოველ შემთხვევაში საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების სფეროთ, რაც ძალიან გააძლიერებდა სამივე სახელმწიფოს და გააძლიერებდა ჩვენს რეგიონს და ასე ადვილად თავში წამოსარწყმულები არ ვიქნებოდით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი დეტალი იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ქონდა ერთი ენა, რომელზეც ერთმანეთს ვესაუბრებოდით. დღეს ჩვენ ეს ერთი ენა არ გვაქვს. ის რომ და ჩვენ დავიქსაქსეთ, არა, ჩვენ ერთმანეთს ვერ რუსულს გულისხმობთ ალბათ, არა? ჩვენი რუსული ენის აღდგენა აუცილებელი არის კომუნიკაციისთვის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან. ჩვენ ოსებს ვერ დაველაპარაკებით ინგლისურად და აფხაზებს ვერ დაველაპარაკებით ინგლისურად. ასევე სომხეთში და აზერბაიჯანშიც არც ისე დიდია რაოდენობა, ვინც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ახალგაზრდობამ ორივე ენა პრინციპში ამოაგდო, როგორც ჩვენთან რუსულია დავიწყებული ისევე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ ვაღიაროთ, რომ თქვა სომხური იქნება საერთო ენა, ან აზერბაიჯანული. ეს ქართული იყოს. ქართული არ იქნება ეს ხო ვიცით არა ეს ილუზია იქნება ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს არის საკომუნიკაციო ენა რა ენაზე უნდა ვესაუბროთ მნიშვნელოვანია ეს არის რუსული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის კი ენის საკითხი არის მნიშვნელოვანი უბრალოდ ეს ისეთი ვრცელი საუბრის თემაა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა გადაცემის მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენ აუცილებლად მოგვეცემა საშუალება იმიტომ ის თემაც გასაშლელია თქვენ ბრძანეთ რომ რუსეთთან აი რო კიდე არ დავკარგოთ ტერიტორიები რა გდგება საკითხი რომ ანუ ეს ტერიტორიები უკვე დავკარგეთ ან როგორ არის შესაძლებელი ამდენად დარჩა კითხვები და მე იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ამ თემებს გავშლით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია გემშვიდობები ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს მე თქვენ გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 9:10 წუთზე ნახვამდის